ქვეყანებს შორის დაპირისპირება ოლიგარქის კარზე. მკვლევრები ასე აფასებენ გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას, რასაც ოცნება კორუფციასთან ბრძოლად ასაღებს. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ოცნების სუსის ყოფილი უფროსი დამოუკიდებლად და ოლიგარქის თანხმობის გარეშე არ მოქმედებდა. რეალურია თუ არა ივანიშვილის მთავრობის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ? პასუხი არაერთი საგამოძიებო რეპორტაჟია, რომლებიც ოცნების უწყებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს. ქეთი ნადიბაიძე გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმის დეტალებით და შეფასებებით უერთდება ფორმულას ეთერს. პირველ რიგში დავიწყებ საქმის იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ვცდილობთ, რადგან პროკურატურა ამ დეტალების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგალითად იმის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილის გარდა კიდევ ვინ არის დაკავებული, ანუ ბრალი ოფიციალურად ვის უნდა წაუყენონ, მაგალითად ჯერჯერობით არ ვიცით რა ბედიელის თურქ ბიზნესმენ ჩაღათაი ულქერს, რომელიც ერთ-ერთი არის გრიგოლ ლილუაშვილის ეპიზოდებიდან, მან ამ მასალების მიხედვით $1 მილიონი თამის სახით მისცა სუსის მყოფილ უფროს. არ ვიცით რა გეგმები აქვს პროკურატურას მასთან დაკავშირებით, ისევე როგორც არ ვიცით ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის ფიზიკური ადგილსამყოფელი, ითქვა პროკურატურის მხრიდან ის, რომ ამ სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ დევნა დაწყებული არის, თუმცა კონკრეტულად ფიზიკურად სად იმყოფება გვანცელაძე, არის თუ არა ის დაპატიმრებული, თუ მას დაუსწრებლად წაუყენებენ ბრალს, ეს ჯერჯერობით ამ დრომდე რჩება უცნობი, რადგან ბოლო ინფორმაცია, რომელიც მედიას გვაქვს, არის ის, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მალევე უკვე გვანცელაძე წავიდა ქვეყნიდანაც ემიგრაციაში და შესაძლოა ის ამ დრომდე იმყოფებოდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ასევე შევეცადეთ გაგვერკვია ადგილსამყოფელი გიორგი ხაჟალიასი და რა გეგმა აქვს მასთან დაკავშირებით პროკურატურას. ეს არის უკვე გაზიფიკაციის ტენდერების ეპიზოდი და როგორც ითქვა პროკურატურის მხრიდან ამ კომპანიასაც ქრთამის სანაცვლოდ ლობირებდა სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. საუბარია $1,500,000 მლარზე. ჩვენ მივედით ამ კომპანიაში, ეს არის ექსპრეს სერვის 2008, სადაც დაგხვდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი, მან არის სურა ჩვენთან საუბარი. ერთადერთი რაც განგვიცხადა არის ის, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ხაჟალია არ იმყოფება საქართველოში, არის თუ არა ის გაქცეული, ემალება თუ არა გამოძიებას. ამ შეკითხვებზე მისმა თანამშრომელმა პასუხი არ გაგვცა. ბატონ გიორგი ხაჟალიას ვეძებთ. დააკავეს? არა. არ არის დაკავებული? არა, საქართველოში. საქართველოში არ იმყოფება? ბრალი წაუყენეს უკვე? არ ვიცი, პროკურორზე საუბარი. იყო გამოკითხვაზე პროკურატურაში? თქვენმა კომპანიამ $1,500,000 მისცა ქრთამის სახით გრიგოლ ლილუაშვილს. არ მუშაობდი მაშინ. არ მუშაობდით. თქვენ ვიმძანდებით? რა მუშაობ? როგორ არ აქვს მნიშვნელობა? ძიმე ბრალდება თქვენი კომპანიის წინააღმდეგ, ბატონო. მოსულები იყვნენ აქ გამომძიებლები და დოკუმენტები არ წაუღიათ? არავის არაფერი არ წაუღია, არავინ არ. ბატონი გიორგი ბოლოს როდის იყო აქ? ვერ გეტყვი. არ მოდის ხოლმე კომპანიაში? მოდის ხოლმე. გაქცეული არის ქვეყნიდან, ასე შეიძლება ამას დავარქვათ? დახური კარები წადი რა. რატომ არ გესაუბრებით? არ შედის თქვენს ინტერნეტში გაკეთებული. რომ მინდოდეს საუბარი, ხო გესაუბრებოდით არა? იმძანდით რა. მაშინ არ მუშაობდით თქვენ და 2022 წელს. შემოდი ხარშელი. ახლა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს, როგორც ვივარაუდეთ, ბრალს წაუყენებენ დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება და ცხოვრობს ემიგრაციაში და დღეს მოხდება ოფიციალურად დაუსწრებლად მისთვის ბრალის დაყენება და ალბათ პირველი სასამართლოს ხდომაც ჩაილვის უკვე მის გარეშე და აღკვეთი ღონისძიებაც შეეფარდება მას დაუსწრებლად. ასეთია ბოლო ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც შევძელით პროკურატურის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რადგან არის გარკვეული დეტალები, რასაც საგამოძიებო უწყება ჯერჯერობით არასაჯაროებს და არ გვიმჟღავნებს. კონკრეტული კომპანიების ლობირება, ეგრეთ წოდებული ატკატები, კოლ-ცენტრები, ეს არის ის საკითხები, რასაც წლები არის ჩვენ მედიის წარმომადგენლები საუბრობთ, მიუთითებთ საეჭვო გარემოებებზე, მათ შორის კორუფციის მკვლევრების მიერ გავრცელებული და მოპოვებული დოკუმენტაციის საფუძვლად. წლების განმავლობაში, მათ შორის დღეს პროკურატურის მიერ დასახელებული უწყებების შესახებაც არაერთი მასალა გავრცელებულა, ოფიციალური დოკუმენტაცია, თუ სხვადასხვა ფორმის და შინაარსის მასალები, თუმცა ყველა ჯერზე საგამოძიებო უწყებების პასუხი იყო დუმილი, პოლიტიკური ხელისუფლების პასუხი კი თავდასხმა
კრიტიკოსებზე, ასევე კრიტიკულ მედიაზე დღეს ფიქრობენ კორუფციის კვლევები, რომ პროკურატურის გამოძიება არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშწორება კონკრეტულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში და ეს არ კეთდება ქართული ოცნების მხრიდან, ისევე როგორც საგამოძიებო უწყებების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლისთვის. ჩემთვის თავარი შეკითხვა არის რა როლი ეკუთვნის ამ ყველაფერში კალაძეს, რატომ არავინ საუბრობს თბილისის მერზე, არის ის უბრალოდ დოყლაპიას როლში გამოყვანილი, რომელმაც ვერ შეძლო და საკუთარი სისტემა ვერ მართა ისე რომ ცხვირწინ მილიონობით ლარს არ პარავდნენ, თუ თავადაც არის ჩართული ატკატების და მილიონობით ლარის მოპარვაში ბიუჯეტიდან, ამიტომ ის შეგნებულად ხუჭავდა თვალს ამ შემთხვევაზე, სადაც როგორც ჩანს ფულს იპარავდა იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. და როდესაც აი ამ რიტორიკულ შეკითხვას ვსვავთ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ყველა ის სხვა დანარჩენი კორუფციული ფაქტი, რომელზედაც არაერთხელ გვისაუბრია. მართლაც ხდება თუ არა ასეულობით მილიონი ლარის თუ ქონების ატკატის სახით მიღება იმ მშენებლობებიდან, რომლებიც აშკარად შეუსაბამოა ქალაქის გენერალურ გეგმასთან და აშკარად კორუფციული ინტერესები იკვეთება. მართლაც მოპარული იყო თუ არა 60 მილიონი ლარი თეგეტასთან გაფორმებულ კონტრაქტში თუ მართლაც იპარება თუ არა მილიონობით ლარი ტრანსპორტის სხვა შესყიდვებში. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედავდა, სანამ ბიძინა ივანიშვილისგან არ ექნებოდა მწვანე შუქი. და ეს მწვანე შუქი არის პოლიტიკურად მეორე ნაწილი. ანუ კორუფციას ებრძვის ახლა ბიძინა ივანიშვილი, მას რომ ჭირდება პოლიტიკურად მაგიტომ. ეს ადამიანები განა არ არიან დასაჭერები არიან და მომდევნო ხელისუფლება, რომელიც მოვა, ეს ადამიანები ზიშუქს ვერ ნახავენ, იმიტომ რომ კიდევ ბევრი საქმეები დაემატებათ, იმიტომ რომ ეს არის მიზერი ის რაც გამოიძიეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რომ აი ეს საქმეები, რომელიც 2020, 21, 22 წლებში მოხდა, დინარაძის და გვარაკიძის უწყებებმა ამის რევიზირება გააკეთეს მთელი ამ წლების 3 თვეში. 3 თვის დანიშნულები არიან 4 თვის დინარაძეს და გვარაკიძეს. ანუ 4 თვის განმავლობაში 6 წლის მასალას ხომ ვერავინ ვერ შეისწავლიდა. შესაბამისად ეს საქმეები იცოდნენ, ყველა მიცოდა რომ ეს ადამიანები აი ამ გზით ჩაულობდნენ ფულს. და უბრალოდ ეხლა თაროდან გადმოიღეს ეგ საქმეები და დაიწყეს ამ საქმეებზე გამოძიება. შესაძლოა გრიგოლი ლუაშვილის და სხვა ბრალდებულების შესახებ პირველი სასამართლოს სხდომა, სადაც აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს მსჯელობა, გაიმართოს ხვალვე, უკვე ცნობილია, პროკურატურას დაანონსებული აქვს, რომ სუსის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მოითხოვენ საპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას.